ბევრი სიხარული მოგვანიჭეს ქართველმა სპორტსმენებმა. 250 ოქრო, 250 ვერცხლი და 300 ბრინჯაო. სპორტის სხვადასხვა სახეობებში ახალგაზრდებიანი და რა თქმა უნდა სახელმწიფო ხარდაჭერის და კერძო სექტორის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი წარმატება მე დაარწმუნებული ერთ-ერთი პრიორიტეტია. რა თქმა უნდა თავი არის მასობრივი სპორტის საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენი გახდა ზვიად პატარიძე. სპორტული ფედერაციები მნიშვნელოვანია სპორტული შედეგებისთვის. ეროვნული ფედერაცია ძალიან მაგრად ტურისტების საქართველოს ჰიმნები სხვადასხვა ქვეყანაში ოლიმპიადაზე თუ ასე შეერთ. საქართველოს სოფარგალოსა ნაკრების მოდელი თავმჯდომარე. გამარჯვებული გამოვალი საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე ბატონი აკაკი ლოდია. გასული წელი დადროთული იყო სპორტული წარმატებებით, ჩვენმა სპორტსმენებმა ძალიან ბევრი ამაღლებელი წუთები გვაჩუქეს. რაც შეეხება ნომინაციას, ამ ადამიანმა ქართული ოლიმპიზმის ისტორიაში შეძლო ის, პირველად შეძლო ის, რომ კვარცხლბურთზე ერთდროულად ორი ქართველი ავიდა. რა თქმა უნდა, გიორგი ასანიძე საუკეთესო სპორტსმენი არაოლიმპიურ სახეობაში გახდა ანდრეი ზინჩენკო. გულის
რომელში მოდასწრია რომ ჩვენ ბევრად მეტი წარმატების მიღება და რომელსაც საუკეთესო სტაჟი ერთ-ერთი ყველაზე რთული პროფესია მოგესალმებით ამაში მოხდეს სპორტის ძალიან კაი საღამოა, ძალიან დადებითი ემოციებით დავიტვირთე პირადად თქვენ და მაესტრომ აღნიშნა მადლიერების თაობაზე, რასაც ეს აბსოლუტურად ვეთანხმები. ნამდვილად მართებს და ეს მადლიერება ჩვენ სპორტსმენებს ამ შემართულ იჭერდა გოგოებს თუ როგორ იბრძვიან, როგორ იბრძოდნენ და მე დარწმუნებული ვარ მომავალში წარმატები კიდევ უფრო მეტი იქნება. ეს განსაკუთრებით ემოციურია, განსაკუთრებით ძვირფასია. ამ დაჯილდოებაში მიიღო მონაწილეობა, იმიტომ რომ ჩემი ცხოვრების ძალიან დიდი ნაწილი ის სპორტში გავატარე და ბუნებრივია, დიდი სპორტული ოჯახის წევრი ვიყავი და დღესაც ვჭერი მინდა ყველას მოგილოცოთ წარმატებული 2016 წელი მოგილოცოთ და კიდევ უფრო მეტი წარმატებები გისურვოთ მომავალში. ოჯახის წევრები დიდი პატარა ერთ უშაშებული უშემატურობდი და სადაც გამომართეს ეს იმედები დიდი მადლობა უხდას და მადლობა აფრიკაში სადაც უნდა ძალიან ძილოს მიყავს განსაკუთრებული პატივია მართლაც განსაკუთრებული პატივი არის ამ ჯილდოს გადაცემა ისტორიულ წარმატებებს და ჯერ გაახარეთ ჩვენ უშემატურებებს მათ აჯილდოვებს საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრი, ოლიმპიური ჩემპიონი, ბატონი შოთა ხაბარელი. ხელისუფლების ნება იყო ის, რომ დაიწყო აღშენებულობა, სპორტული აღშენებულობა საერთოდ მიუხედავად იმიტომ, რომ სახელმწიფოს ხარდაძირა დიდია სპორტის მიმართ. დიდი მადლობა. ქართული სპორტის მხარდაჭერა სოციალისტების ერთ-ერთი უმთავრესი დიდი მადლობა თქვენ. სოფლიოში ყველაზე ამაყი თითოეულ შეტანა დედამიწაზე მიაღწევებოდა საქართველოზე ამაყი და გამარჯვებული და სახელმწიფო სავსე ქვეყანა ამ ყველაფერს მიზეზი იყო რა თქმა უნდა ლაშა პალახაძე ჩემპიონობა, სოფლიო ჩემპიონობა და ოლიმპიური ჩემპიონობა. დიდი მადლობა ყველგან.
განსაკუთრებული მადლობა მინდა ჩვენს მეგობრებს. სახალხო შეგვიძლია 2016 წელს შევაფასოთ, როგორც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული 840 მედალზე მეტი მოვიპოვეთ, მათ შორის თითქმის 300 მედალი იყო ოქროსი და საქართველოს იმნი აჟღერდა. ყავს ოლიმპიური ჩემპიონები, მსოფლიოს, ევროპის ჩემპიონები სხვადასხვა ასაკში. ყველა ქვეყანა იამაყებს და ამ შედეგით, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ ბევრი შეგვიძლია, რომ უფრო წარმატებულები ვიყოთ. ამისთვის არის საჭირო, რა თქმა უნდა, ერთმანეთის ხარდაჭერა, თანადგომა, ერთიანობა და დღევანდელი საღამო სწორედ მადლიერების საღამო იყო ჩვენი სპორტსმენების, გულშემატკივრების, მწვრთნელების, ფედერაციების. მე ვფიქრობ, რომ ესეთი თანადგომა უფრო გააძლიერებს ქართულ სპორტს, ჩვენ ქვეყანას, მინდა ყველას მიულოცო ეს წარმატება და ყველას დამრეჯობა ახალი წელი მიულოცო და დარწმუნებული ვარ, ჩვენ ქვეყანა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ხდება, მათ შორის რა თქმა უნდა სპორტში. თითქმის ყველა ნომინაციაში, ოლიმპიურმაც და სამინისტროს დამოსახლად საუკეთესო სპორტსმენად, როგორც ქართული სპორტსმენისთვის და ერთ-ერთი რიგი სპორტსმენისთვის ძალიან დიდი სტიმულის მომცემია და მაძლევს იმის პირობას, რომ მომავალში უფრო მეტი მოვიდომო და უფრო მეტი გავაკეთო ჩემი სპორტული კარიერისთვის და ისევე მივაღწევ იგივე წარმატებებს, რაც აქამდე გამოვიარეთ. ძალიან ბევრი სიხარული განგვაცდევინეს ჩვენმა სპორტსმენებმა მიმდინარე წელს, გასულ წელს პრაქტიკულად და იმდენად ბევრი წარმატებული სპორტსმენი ყავდა, რომ ყოველი გამოცხადების წინ, ყოველი ნომინაციის წინ გული მიფანცხალებდა, ასე ვთქვათ, როცა იყო საუკეთესო სპორტსმენი, საუკეთესო მწვრთნელი, ნებისმიერ საუკეთესო დასახელების დროს, რომ სულ ვფიქრობდი, რომ ვაიმე ამათ შორის როგორ შეიძლება აერჩიო იმდენად წარმატებული და იმდენად დიდი სახელები იყო და ძალიან დიდი მადლობა მინდა უთხრათ თვითონ მათგანს იმ სიხარულისთვის, რაც მოგვანიჭეს. მე უბრალოდ არ შემიძლია არ ვთქვა, რომ მთელი ოლიმპიადის განმავლობაში, ალბათ აი ბოლო შეიძლება 10 წლის განმავლობაში პირველად მოხდა, რომ მე და ჩემი ოჯახი, ბავშვები, მეუღლე ერთად ვიჯექით მთელი სამი კვირის განმავლობაში და ტელევიზორს უყურებდით, ერთად გულშემატკივრობდით და ეგეთი ძალიან იგი ყველა ოჯახი ესე იყო საქართველოში და მადლობა მინდა უთხრა მათ ამისთვის და დარწმუნებული ვარ, მომავალი წლები კიდევ უფრო დიდი წარმატების წლები იქნება. ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი საზრით, ძალიან გადებითი მუხტები დავიმუხტე მე პირადად, მართალი გითხრათ. ეს არის ალბათ როგორც ჯანსაღი და ჯანმრთელი ცხოვრების წესის დამკვიდრებისთვის მნიშვნელოვანი პირველ რიგში ჩვენი ქვეყნის ძალიან სერიოზული სპორტული პოტენციალის გასატანად გამომდინარე იქიდან, რომ რეალურად გმირები არიან ის ბიჭები და ის გოგოები, რომლებიც ესე იბრძოდნენ, იბრძვიან და მომავალში მე დარწმუნებული ვარ, კიდევ უფრო მეტი შემართებით და მოტივაციით გააგრძელებენ ამ ბრძოლას თავიანთი ქვეყნის, თავიანთი სამშობლოს საკეთილდღეო და წარმატებისთვის, ამიტომ მათ მომავალში კიდევ უფრო მეტი გამარჯვება მინდა უსურვო. ჩემთვის განსაკუთრებით ემოციური და სასიამოვნო იყო ამ დაჯილდოების ცერემონიალში მონაწილეობის მიღება. მე ჩემი ცხოვრების ძალიან დიდი ნაწილი პროფესიულ დიდ სპორტში გავატარე, ამიტომ ვიცი კარგად წარმატების და გამარჯვების ფასი, რა ძალისხმევასთან, რა თავდადებასთან არის ეს რა შრომასთან დაკავშირებული. მინდა მიულოცო თითოეულ სპორტსმენს, მწვრთნელს, გუნდის თითოეულ წევრს, სპორტულ მენეჯერებს, საჯებს, ყველას ვილოცავ წარმატებულ 2016 წელს, რა თქმა უნდა სპორტის და ახალგაზრდობის საქმეების სამინისტროს ვილოცავ წლევანდელ წარმატებას, მინდა მიულოცო ყველას დამდეგი შობა ახალი წელი და კიდევ უფრო მეტი წარმატებები ვუსურვო 2017-ში. ლევანდელი წელი ალბათ განსაკუთრებით ერთ-ერთი განსაკუთრებულად წარმატებული იყო ქართული სპორტის ისტორიაში. დღეს ჩატარებული დაჯილდოება ალბათ არის მცირედი გამოხატულება იმ მადლიერების, რაც არის მთლიანად საზოგადოებაში, მთავრობაში, რიგით გულშემატკივრებში. მე წარმატებას ვუსურვებ ყველას და დიდი სურვილი მაქვს, რომ მათ უფრო მეტი გამარჯვებით გაახარონ ქართული გულშემატკივრები. რაც შეეხება ლევანდელ წელს, ნამდვილად წარმატებული იყო, თქვენ იცით, რომ 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 4 ბრინჯაოს მედალი მოვიპოვეთ და საერთოდ ყველა სპორტის სახეობა კარგად გამოდიოდა და იმედია, რომ მომავალ წლებშიც მეტი წარმატებები იქნება. ეს წელი ნამდვილად შეიძლება შეფასდეს მაღალ დონეზე, კაი შედეგები დასრულდა და მე მინდა კიდევ ერთხელ შობა ახალი წელი მიულოცო ჩვენ სპორტსმენებს, გულშემატკივრებს და იმედია, რომ მომავალ წლებში მეტი წარმატებები იქნება. ძალიან საამაყოა, გამოგიტყდებით, ძალიან საამაყოა აღიარონ მთავარი მწვრთნელი როგორც ასეთი საუკეთესო
როდესაც საქართველოს ძალიან დიდი კონკურენციაა სპორტული, თუმცა მე დარწმუნებული ვარ კონკურსანტების შერჩევის დროს мотиваცია გახდა რიოს ოლიმპიური თამაშები და მე მინდა ლაშას კიდევ ერთხელ მიულოცო ეს აღიარება, ის გამარჯვება, რომელიც მან მოიპოვა და მასთან ერთად ჩვენს ოლიმპიელებს ყველას მინდა წარმატება უსურვო და მიულოცო. ალბათ გახდა სწორედ რიოს ოლიმპიური თამაშები мотиваცია, მე მინდა მადლობა გადაუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ გამოკითხვაში, თუმცა ეს არის ფორმალური მხარე, თავარი რომ ჩვენ ფედერაციების სახელმწიფო ვართ იმისთვის მოდომებული, ხვალ უკეთესი დღე გქონდეს იმისათვის, რომ ჩვენი წარმატებები კიდევ ერთხელ გავიტანოთ საზღვარგარეთ. რა თქმა უნდა, ჩვენ ცოცხალი ორგანიზმი ვართ, სპორტი არის ცოცხალი ორგანიზმი და მე დარწმუნებული ვარ, ასე მასშტაბით მივხვებით და ასე ერთობლიობით, თანადგომით, პატივისცემით და სიყვარულით კიდევ ერთხელ გავახარეთ და ჩვენ სახელმწიფოს კიდევ ერთხელ გავუთქვათ საზღვარგარეთ ნახეთ. ძალიან მნიშვნელოვანი წელი იყო, ვფიქრობ, როგორც ტექნიკური შედეგებით, ისე ძიუდოს მხრიდან განვითარებული პროექტების კუთხით. მე მოხარული ვარ, რომ წილად ხვდა აღიარება წლის საუკეთესო ფედერაციის. დიდი მადლობა სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს, არა მარტო მხოლოდ ამ ჯილდოსთვის, არამედ იმ გაწეული საქმიანობისთვის, რომელსაც ისინი იჩენენ და ბუნებრივია ჩვენს წარმატებაზე აისახება. რა თქმა უნდა, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და თითოეულ ჩემ თანაგუნდელს მიულოცო. ეს გამარჯვება ჩვენთვის ეს არის კიდევ უფრო დიდი სტიმული და მომავალში ბუნებრივია კიდევ უფრო გავამჯობესებთ შედეგებს. ვილოცავ ყველას დამდეგ შობა ახალ წელს.